მასწავლებელთა დისციპლინაზე განათლების სამინისტრო იზრუნებს. შესაბამისი რეგულაციები ძალაში 2015 წლის დადგომისთანავე შევიდა. დისციპლინური გადაცდომა ჯერ შენიშნას, შემდეგ საყვედურს. უკიდურეს შემთხვევაში კი სამსახურიდან გათავისუფლებასაც მოიცავს. გადაცდომების განხილვაზე პასუხისმგებელი კი განათლების სამინისტროში არსებული დისციპლინური კომიტეტია. ცვლილება მოსწონთ სკოლებში, თუმცა შენიშვნები აქვთ განათლების ექსპერტებს. რას ურჩევა სპეციალისტები რეგულაციების ავტორებს? ნანუკა ქაჯაია გვეტყვის. ეს თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის შიდაგან წესია. აქ მოსწავლეების ვალდებულებასთან ერთად მასწავლებლების ქცევის კოდექსიც გაწერილია. თუმცა ამ ფურცელს ძალა აღარ აქვს, რადგან აღმზრდელების დისციპლინას სანიკიძის ბრძანებით სკოლა აღარ განსაზღვრავს. ის თავის თავში მოიაზრებს რეგულაციებს მასწავლებლის მიერ დისციპლინური გადაცდომის, ასე ვთქვათ, შემთხვევაში, შემდგომში უკვე რა ქმედებს უნდა მიმართოს სკოლა. ცვლილებების შესახებ მასწავლებლებმა უკვე იციან. სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან სხვა ტოქსიკური საშუალებების მიღება, ასევე სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარება, ეს რაღაც დამამძიმებელი დარღვევებია, ასე ვთქვათ, შეიძლება, მაგრამ ეს ზოგადად ამას ყოველთვის იცავდნენ მასწავლებლებიც და ანა კუპრავა 15 წელია მასწავლებელია, თუმცა არ ახსენდება აღმზრდელების მიერ დისციპლინის დარღვევის ფაქტი. მის მსგავსად დარღვევებს ვერ იხსენებს ბიოლოგიის მასწავლებელიც, თუმცა სიახლეს მიესალმება. მრავალი მაგალითია იმის, რომ რომელიღაც დირექციის წევრს რაღაც აქვს პირადი დამოკიდებულება, რომელიღაც თანამშრომლის მიმართ და შეიძლება მისი რაღაც არ მოეწონოს. მასწავლებლების უფლებების დაცვაზე საუბრობს 51 სკოლის დირექტორიც. ეს კანონი კიდევ უფრო ერთ სისტემაში მოიყვანს მასწავლებელთა უფლებებს და კონკრეტულ გადაცდომას კონკრეტული სახდელით უპასუხებს. სკოლის თანამშრომლებისაგან განსხვავებული პოზიცია აქვს განათლების ექსპერტს. თამარ მოსიაშვილის სიახლეს სკეპტიკურად უყურებს. მას არგუმენტების გასამყარებლად პროფესიული ეთიკის კოდექსში ჩანაწერი მოყავს. მასწავლებელს ეკრძალება საკუთარი მოსწავლის მომზადება. რამდენად შეძლებს დაარეგულიროს ამ ბრძანებამ ეს ნამდვილად არაეთიკური ფაქტი. მე ვფიქრობ, ვერ შეძლებს. დისციპლინური წესი 30 დეკემბერს დამტკიცდა. განსაზღვრული წესების დარღვევის შემთხვევაში მასწავლებელს ჯერ გააფრთხილებენ, შემდეგი სანქცია კი სამსახურიდან გათავისუფლება.